მებით ვიფასებ მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ეხლა რა ხდება? რომ ვაქტიურობ. ხან ესე იგი კითხვა, ქალბატონი რაღაც ძალიან აქტიურობ, არ ვაქტიურობ, არ აქტიურობ. ხალხნო ერთ რაღაცას გეტყვით. გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ესე რომ თქვა ცხოვრებიდან არის ისე განებივრებული, არ ჭირდება ყოველდღიურ რაღაცებზე ზრუნვა, სახლი, კარი, ესე ვთქვა, საჭმელი, სასმელი, ყველაფერი გამზადებული დახვდა ცხოვრებაში. მე ყველაფერი ამაზე მომიწია შრომა. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლში ევრორემონტიც არ მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ხელოსანიც ვერ ვიპოვე, ფულს რომ უხდი ხელოსანს და ნორმალურად გაიგეთო, შეგარგოს, არ განერვიულოს. მაგისი შესაბამისად კისრის ტეხით გავყარე სახლიდან და ესეც ჩემი ხელით შემექნა გაკეთებული. შესაბამისად, მაგ პერიოდში მე კი ვაკეთებდი გაშლები არასდროს შემიწყვეტია, მაგრამ ვერ ასეთი მიზეზის გამო არ შემიწყვეტია გაშლები არასდროს. მაგრამ მიზეზი ისა დასამსახურშიც ვიარე, მაგრამ ნახეთ როგორ არის, შეიძლება არ მქონდა ლაივში ჩართვის დრო და ასე უფრო მეტი აქტიურობის. როდესაც ხდება ჩემზე მაგივრ თავდასხმები, მაშინ მე არ ვარ აქტიური რომ იცოდეთ, შეიძლება რაღაცა გაშლები კი შემოგთავაზოთ, მაგრამ უფრო პასიურ მომენტში ვარ. თუ კი ავად ვარ, მაშინაც რა თქმა უნდა არ ვარ აქტიური, შესაბამისად ახლა ესე გამოვიდე რაღაცა წუწუნი დავიწყო, არ შემიძლია, ან თუ სამსახურეობრივად ვარ დატვირთული, არ აქვს მნიშვნელობა აქედან თუ ჩემი სამსახურით, მაშინაც ვერ ვიქნები აქტიური. და გარდა ამისა, ცხოვრებაში მე არ მქონია ეს ფუფუნება, რომ რაღაცა ესე თავზე გადმომეყაროს და თუნდაც განებივრებული ვიყო საჩუქრებით და ასე შემდეგ რაღაცებით. ამიტომ ჩემს გვერდს სჭირდება განვითარება, იმიტომ რომ რაც ფუნქციონირებს, ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა მყავხართ და შესაბამისად ეს უკვე ზუსტად მაგის ბრალია, რომ ვერ ვაქტიურობ და ამ ბოლო დროს რაღაც ცოტა ვცდილობთ რომ გავფართხალდი, მაგრამ ჩემი მსმენელები უკვე გაფანტული არიან, ზოგი სხვის ლაივებში ზის და ეხლა ძნელია, ხო, სულ არ ზის რომ შემოხვედი შენ სიტყვაზე. და ასე ვთქვათ, მჭირდება აკრება, იმიტომ რომ ცოტა ხართ. თავიდან ამ ყველაფრის გაკეთება. და აი კითხვა რომ რაღაც გააქტიურდით ცოტა ჩემთვის უცნაურია თქვენი მხრიდან. ჯერ გვერდი ჩემია, შეიძლება ხასიათითაც უფრო მომინდეს, ესე ვიყო და მე კიდევ ხედავთ რომ ახლა მე არავის თავს არ ვატყოლებ, მაგრამ ჭირდება აშკარად გვერდს გააქტიურება. რაც შეეხება ახლა ამ ყველაფერს დანარჩენი საზრუნავები რაც არის, მე თვითონ კურირებ საკუთარ თავს. და ფიზიკურად არ მაქვს დავუშვათ მეტი დრო და რაღაცა და ნუ რაც არის, მადლიერი ვარ მაინც, ხო? და დანარჩენი ახლა რა თქმა უნდა, ახლა აქედან გოგონებიდან მთლად ესე არ ყოფილა, ყურადღება არ მაკლია, ძალიან დიდი მადლიერი ვარ იმ ქალბატონების, იმიტომ რომ ზოგი შოკოლადს და ყავას მიგზავნის, ზოგი სუნამოებს, ზოგი ტაროს დასტები, ზოგი ფულადაც, კი ბატონო, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ქალბატონ ნინო მოვისმინე საჯაროდ რომ დებთ და აი ამის სანაცვლოდ მინდა რომ რაღაცა ესე გამოვხატო მადლიერება, ხო, კონსულტაცია არ მინდა, მაგრამ ყოფილა ისეთიც რომ იცით რა არის, მე თავშოთ წმენდებიც გავუკეთებია ყველაფერს და ნუ სანაცვლოდ რაღაცას აკეთებენ, ხო? და ძალიან დიდი მადლობა ჩათვალეთ, რომ როგორ არის, იცით, არ ვარ მე ის ადამიანი ამ ყველაფრით იყოს ცხოვრებაში განებივრებული.
ადამიანურ სითბოს, ყველანაირ ადამიანურ სითბოს ყურადღებას თავისუფლად ვიტყვი, რომ აი ძალიან მოკლებული ვარ და მით უმეტეს ოჯახურს. და შესაბამისად ეს აქედან თქვენი ესეთი გამოხატულება ჩემთვის ძალიან უჩვეულოც არის და რა თქმა უნდა ღირებულიც რომ იცოდეთ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ, ხო? იმიტომ რომ მართლა ვიტყვი, აქედან მე რაც დავუშვათ მიმიღია თქვენგან სითბო და სიყვარული, ეს ეხლა მე არ გულისხმობ უბრალოდ კომენტარები და ეს ლაიქები და რაღაცები არასდროს მაკლდა, თუმცა აქტიური ახლაც არა ვარ მაგრამ თუ გავაქტიურდები, ვიცი რომ ეს იქნება, თუმცა მე ვსაუბრობ რეალურ თუნდაც მზრუნველობაზე, რეალურად ცხოვრებაში და არა ვირტუალურ სამყაროს. ამიტომ ამისთვის ძალიან დიდი მადლიერი ვარ მე თვითონ თქვენთაგანის. არ ვიცი რამდენად შეძლებთ ამ ყველაფრის გაგებას, იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად ვერ აფასებთ, თავისუფლად გეტყვით მე ამას თქვენ გვერდში მყოფებს და ვერ გრძნობთ სინამდვილეში ის მეორე ადამიანი რამდენს აკეთებს თქვენთვის. თუნდაც ის ერთი მომენტი, რომ ვიღაცამ წამალი შემოგიტანეთ სახლში და გჭირდათ, ვიღაცამ პური შემოიტანა, ვიღაცამ ნაგავი გაიტანა თუნდაც. როდესაც მარტო ხარ, როდესაც ყველაფერს თვითონ აკეთებ, ესეც უკვე ნახეთ, კი მნიშვნელოვანი არის. თქვენ ვერ გრძნობთ, თუნდაც ის რო ღიმილი გაჩუქათ, თუნდაც რაღაცაზე წაგეჩხუბათ. მაჩხუბი არ არის სასიამოვნო, მაგრამ ელემენტარულს ხო რომ აკეთებს ადამიანი შემოვიდა ვიღაცა ძმაკაცთან ერთად შემოვიდა თუნდაც და როგორ არის იცით სხვა ენერგია შემოიტანა გინდა არ გინდა ამას იგრძნობთ იმ შემთხვევაში როდესაც ამ ყველაფერს მოაკლდებით არ გისურვებთ ნამდვილად და როდესაც საკუთარ თავის ამარა დარჩებით და მაინც უნდა იყოთ ძლიერად, ხო? და ეს არ უნდა იყოს ის დავუშვათ რომ მოწყდეთ ასე ვთქვათ ცხოვრებას ყველანაირი კუთხით გულისხმობ, ხო? თუნდაც გახდეთ დეპრესიული და ასე შემდეგ. არ არის ეს ადვილი, რასაც მე თქვენ გიყვებით. ხანდახან არის ის მომენტიც რომ კი ბატონო ძალიან რომ რაღაც მარტო უგრძნობ თავს, ვთავ ლაივს, იმიტომ რომ ხალხთან კომუნიკაცია მაქვს ამ დროს და მართალია ჩართვებით არავისთან არ ვერთვები, მაგრამ თუნდაც ის რომ რაღაცა ინფორმაციას ესე მხოლოდ გაშლები მიდის, მე მაინც მეხმარება. ამ ყველაფრის მოსმენა ეტყობა ძალიან გინდოდათ და კი ბატონო, მაგრამ აი რატომ ვარ აქტიური, ცოტა მაინც ცუდად მხვდება ყურში, ხო? შეგიძლიათ დამეხმაროთ და გვერდი თქვენს იზრუნოთ გვერდის გააქტიურებაზე, თუნდაც გადაზიარებაზე. მოდი ასე ვთქვათ, ხო? რომელიც მე თვითონ ვერ ვისწავლე. ბევრია შეგვერდით გამოაცხადებ, მაგრამ აი ვერ ვისწავლე, რომ დაალაიქეთ და კომენტარით გადაზიარეთ. შესაბამისად ეს არის სავსებით ნორმალური, როდესაც მე არ ვარ აქტიური, გვერდი არ არის აქტიური. თან მით უმეტეს ვერს გავუკეთე ცოტა დაფარვევთ შელოცვები, იმიტომ რომ ზაფხულში რომ ძალიან მომენტალურად გააქტიურდა ძალიან ბევრი, რა ვიცი, ისეთი ისინი შემოვარდა. მე მგონი ჩხუბის მეც არაფერი არ გამიკეთებია მთელი ზაფხულის განმავლობაში. და ამიტომ ეს რაღაც წმენდითი და დაცვები და რაღაცები გვერდს დავყენ და კი ხედავთ, ეხლა ძალიან ჩაკუტა. ხო, მოკლედ რა ვისა გავიქცი აღარ ვიცი. ჭრელო პეპელასავით ჭირს ჩემს გვერდს. და იმედი არ მაგინებს. საიცავით. ხომიცი თქვენ ჭრელო პეპელა. არც გაფრენდი, არც მოფრენდი უნდა, საიცავით შენი დედაო, აი ესეთი რაღაცა მჭერს და
ამიტომ ეხლა ვაქტიურობ, რომ ცოტა ეხლა აგრესიული ხალხი, აგრესორები და ესეთი ნაკადი ნამდვილად არ მსურს, მაგრამ ვიცი, ცოტა გააქტიურდეს ხო ესე კუტარიც არ მინდა. რომ იყოს. ნახოთ რჩება. რაღაც ფიქრში ხართ, გავაკეთო არ გავაკეთოს თემა, ხო? რაღაც დიდი შენაძენიან რაღაცას ფიქრობ. ყოველთვის რატომღაც ამ ბოლო დროს ისე გათვლილი რომ არა გაქვს და მე უცებ რაღაცა გამოჩნდება, ხო? კარგი, რჩევა რა არის ეს, ნახოთ. შიში. გეშინიათ, შეგიძლიათ მოდი ასე გეტყოდით, გარისკოთ. გამოსავალს იპოვით, აუცილებლად შემოვა რაღაც დახმარება და შეძლებთ მე ასე ვიტყოდი თანხა თუ გინდა დაიღოთ შესყად გადახდას. ეხლა მე ვერ გეტყვით, მე 2 დღეში მოინდომოთ დაფარვა, ხო? 2 დღეში დაფარვა, მაგრამ აუცილებლად იქნება გადახდა და ესე რომ ვთქვათ, ან რა ვიცი, თუ იმემ გინდა დაგეხმაროთ თუ რაღაც არის, მოაგროვებთ თუ რაღაცა გადაიხდით და გააკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს რაც გინდათ ეს შენაძენია თუ რაღაცა ფიქრში და იდეაში გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ წარმატებაში ფიქსირდება, ასე არის თუ ისე კი ბატონო აუცილებლად გააკეთებთ ნაბიჯი, ოღონდ მე გეკნებათ ისე ცოტა ესა ნერვიულობა, ხო? ნერვიულობთ კაცო, ნახეთ. არა, თქვენ გეუბნებით და მეც ადამიანი ვარ, ეს ადამიანური ფაქტორია, ბუნება რაღაცას აკეთებ, მე გეწყება რა მაინც შფოთვა, მაინც ხო არ არის სანერვიულო, მაგრამ მაინც რაღაცას იმაშვებით და აკეთებთ ამას, იმიტომ რომ გამოგდით აქ აუცილებლად გეკნებათ, ან შეიკავეთ მაშინ თავი, მაგრამ გამოგდით, გამოგივათ ყოველ შემთხვევაში, ახლა ძალიან ისეთ რადიკალურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საჯარო გაშლიდან მიიღებთ, მაინც გადაამოწმეთ ჩემოკარგებო თუ რამე დიდ თანხებთან და 1000-ებზე არის ლაპარაკი, აუცილებლად, ხო? იმიტომ რომ ამის რაღაცა კაპიკები არ იმას ქნის დაგაქცევთ ახლა ნამდვილად და მიიღეთ სწორი ინფორმაცია. იმიტომ რომ ხანდახან არის რომ რაღაცა გონია საკუთარ თავზე არის ეს, ან მოიხიბლი, ან მოგეწონა, ან მიღებლობა გაგეთ კი ბატონო, მაგრამ სიამბლეში არ არის თქვენი. ამიტომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუმცა თუ კი მაინც დაინახავთ, რომ თქვენზე არის ეს გაშლა, კი ბატონო, მე გეტყვით, რომ გამოგივათ აუცილებლად. ცოტა დროში გაიწელება, ფლად ისე არ იქნება, მაგრამ გამოგივათ აუცილებლად. რატო გაქვთ საკუთარ თავთან ამხელა დისკომფორტი რა არის ეს, ძალიან იცით რა არის, ვერაცნობიერებთ თქვენ თვალწყებულობ თქვენ დრო და დრო ან რაღაც ჩავარდნები გაქვთ. ჩავარდნები რაღაცა იქნება კარგად, მე უცებ ჩავარდება, მე იქნება კარგი ჩავარდება. ნახეთ როგორ არის, თქვენ ვერაცნობიერებთ რამდენად ძლიერი ხართ. რამდენად დავუშვათ, აი ამის გაცნობიერება გიწირთ, რომ ნამდვილად გამოგივა, რომ ნამდვილად რაღაცა ნახეთ, არ არის სანერვიულო, ამ ყველაფერს რატომღაც საკუთარ თავზე, ესე რომ ვთქვათ, იმაშვებით იღლით და აკეთებთ მაგას პირიქით. დღევანდელი რჩევა ეს იყო, იმედია გაითვალისწინებთ, მე გისურვებთ წარმატებებს და მოხდებებით დროებით.